გავითიშე ისევ ჩავრთავ, გამთიშეს ისევ ჩამთავენ. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა დავასრულოთ ჩემი სათქმელი რაც მინდოდა, ხო? ნახე რა ხდება. ესე იგი რა ხდება და ის ხდება, რომ გავაგრძელებ ახლა ვინც ახლიდან შემომიერთით. ჩემი წინა ლაიფი ნახეთ გამთიშეს, გავეთიშეს, რა მოხდა ვერ გავიგე. ეხლა რა ხდება და ის რომ როგორ კატათაგობანას გვეთამაშებიან, ეხლა ესენი ნახეთ რა. იციან რომ ქართველების სრული გაწყვეტა არ შეიძლება, იმიტომ რომ დედამიწა განსკდება და აფეთქდება, ხო? და აკეთებენ ესეთ ძალიან კარგად მოფიქრებულ რაღაცას. აქა-იქ გაფარდეთ ქართველები, თითო ორ-ორ ადამიანს შემოინახავენ და აი ესე ეთამაშებიან ასეთ ქართველებს კატათაგობანას რა. მონებად დააყენებენ, ან მარიონეტებად დააყენებენ ამ ქართველებს, ან კიდე შეისყიდიან იმ ქართველებს, რომლებიც ფულზე გაიყიდებიან და იმათთან ითანამშრომლებენ, დედამიწის სიცოცხლეს შეინარჩუნებენ და თან ქართველობას, ანუ მთლიანად ამ ერს სრულიად გაწყვიტავენ, მხოლოდ იმდენ პროცენტს დატოვებენ, რამდენი პროცენტიც ამ დედამიწას იტვირთავს რა. მაგრამ თუ კი ქართველი გადაწყვიტავს, რომ თქვენი დედაც მოვტყანდა, დედაც ესე ეხლა ვიღაცას პრობლემა აქვს, მე ვიგინები, აი ეს სულ ფეხებზე ვკიდია, მართალი გითხრათ, აი ამ ჩემს ფეხებს მართლა ღმერთმა დაიფაროს ეს ჩემი ფეხები კიდე, ჩემს ფეხებს არაფერი შეეხოს თქვენს გამო რა. აი თუ ვთქვათ ქართველმა თქვა, რომ აი თქვენი დედაც კარგად იყავით თქვენ და წავედი მე გემშვიდობებით, მე მამასთან მივდივარ, აი ამათ ხო მაგარი დედა ექნებათ მე მოხმული და დარხეული, ხო? და ეს ყველაზე დიდი ბომბა, ვინც კი რამე შეიძლება დაემუქროს, არის ის რომ წავედი, всё, ჩაო, გემშვიდობებით ყველას. და ამიტომ დაარქვეს იუდას პოზიცია და ეს არქეტიპი გამოიგონეს, რომ თვითმკვლელობა, ოღონდაც თვითმკვლელობა არ იყოს და ოღონდაც ქართველებმა ამ ძვირფას რაღაცა იდეას არ მიაგნონ და ამიტომ არქეტიპი იუდა, მეგობრებო, რომელიც თავის მოკვლის ნიადაგზე ჯოჯოხეთში ხდება. ნეტა ვინახა ის ჯოჯოხეთში წასული ერთი მაინტერესებს და რომელი მობრუნდა ერთი, რომელიც ჯოჯოხეთიდან მოგვიტანა ამბავი, რომ იქ იუდა არის, რომ მაინტერესებს რა და მეორე ის რომ აი ეს ქალი, რომელიც თავს იკლავს, რომელსაც აუპატიურებს ურჯულო ერის წარმომადგენელი, რომელიც ახლა შემოგვესია და აქ ჭკუას გვასწავლის, აი ის ქალები თურმე ჯოჯოხეთში ყოფილან იუდასნაირად რა. რომლებმაც თავი მოიკლეს არაო, ეს თავის მოკლა ისა გასასამართლებელია, თურმე რომ აი ეს თავის მოკლა, თურმე ის ქალები რო აკეთებდნენ საქართველოს ემსახურებოდა და არა იმ თვითმკვლელობას. გესმის? აი თქვენ თუ წარმოიდგენთ რამხელა სიცრუეში გვამყოფებენ ხალხო, რამხელა დიდ, ესე იგი შიზოფრენიაში კი არა, ეს საზოგადოება, რომელმაც ეს წესები და ეს კანონები დაწერა, რომ ესე და ესე იყო და ეს ცოდვა არის და ეს ის არის და იქ მოხდები და აქ მოხდები, რომელი ერთი გინახავთ, ერთი აქ მობრუნებული და რომელ ერთს გაულია ჯოჯოხეთი და რომელ ერთს გაულია 64 და მე აქ ამბები მოუტანია, რომ აი იუდა იქ ჯოჯოხეთში მოხდა. ვინ რა იცის იუდა სად მოხდა? ვინ რა იცის პეტრე და პავლე სად მოხდა ან სიმონი? მაინტერესებს რა ვინმე რამე იცით? აგერ ეხლა 100,000 მოწამის ხიდს უახლოვდები. მეტეხის ხიდს. აი ეს 100,000 მოწამის თავი რომ აქ მტკვარში ჩაიყარა. ვინმე მამის შესახებ რამე იცით, სად წავიდნენ ეს ხალხი? სად გინახავთ, მაინტერესებს იქ 64-ში აბა მობრუნებულებო. მაინტერესებს დამიწერეთ რომ მე მყავს აი ეს მოწამე ნანახი, იქ რომ თავი მოაჭრეს ხიდზე, იქ მეტეხის ხიდზე და იქ ჩავარა. მე იუდა მყავს ნანახი, ვინმე მითხრას. მე ვიღაცა სხვა მყავს ნანახი, მითხრას რა, ერთი მაინტერესებს რა. ვინ დაწერა ეს ყველაფერი? ვინ შეთხზა და ვინ ჩამოკაკლა ის რომ ეს და ეს არ შეიძლება და ეს და ის შეიძლება.
დედას პიცა ვარ ეს ქართველები რო ადგებიან და თავს დაარტყავენ გველივით გველს ხო იცით რა მოსდის როცა იმას ართმევენ შხამს ართმევენ თავის დაცვას ართმევენ თავს არტყავს ქვაზე და ისე იკლავს თავს აი ესე რომ დაარტყავენ ქართველები თავს ქვაზე და ისე გაანადგურებენ ამათაც და ამათ პარპარს ამ დედამიწაზე ამ დამპალის სისტემის პარპარს როგორ ყიდიან ბავშვებს როგორ სისხლს სვავენ ბავშვებისას აი ახლა საპატრიარქოს სისხლიანი საპატრიარქოს წინ გავივლი და რამდენი ბავშვის სისხლიც ამათ დალეული გაქვთ იმდენი თავი დასძორეთ მაგათ იმდენი თავები დაიყაროს მაგათი რა ღმერთო შეისმინე ეს ჩემი ვედრება ძალიან გთხოვ რა და რამდენი ბავშვის წამება გავლილი აქვს საქართველოში ამ საპატრიარქოს ხელში იმდენი ადამიანის გაკულაკება მოხდეს მაგათი დედამონოლების რა და აი მაგას ვამბობ რა საბოლოო ჯამში როდესაც ქართველი გონს მოვა ღმერთმა ხედავ რა მათქმევინა დღეს მერე გავიაზრე ისევ და ისევ რაჭველივით თავს რომ დაანთხევს ქვაზე და ეს დედამიწა მთლიანად თავზე რომ დაემხობათ თავიანთი ფულებით ხო და თავიანთი ჯიპებით ამ დამპალ სისტემებს მერე ნახავენ როგორ ითამაშებენ ქართველებთან კატათაგობანას რა მერე ნახავენ ესენი როგორღა შეძლებან ამ დედამიწაზე არსებობას ამას ქვია ცეცხლში ჩაგდება ზუსტადაც ამას ქვია რომ ჩამოვა დედამიწაზე მამაზე ციერი და ცეცხლში ჩააგდებს იმათ ვინც აზერზე ვერ მოდის და ვერ მოვიდა ხო დედო ხმა დავლავი ლაპარაკო იქით ოთახში გავალ დედიკო კარგი გავიდე იქით ოთახში ვხუმრობ დედიკო ვერ გაიგე კაი დაიძინე კაი ჩუმად ვილაპარაკე ბავშვს ძინავს თურმე მოკლედ რა ხდებაო ვინ რა ხდება კიდე მაგას მეკითხებით ბიჭო რა ხდება კი არა დედის ხუნა ხდება რა რო იცოდეთ რა ამ საქართველოში რა დედის ხუნა რა არის დედის ხუნა თუ იცით აბა რა არის თუ იცით დედის ხუნა ხდება ამ დედაატირებულების ხელში რა ხდება და მალე დედამიწაც დაემხობა სად დაემხობა მიწას და ის ხდება აი ეს მოხდება საბოლოო ჯამში ბოლო ქართველი თუ აზრზე მოსულია თავს დაანთხევს ქვაზე და ამათაც დედას მოუხნავს და თავის თავსაც ღმერთთან წაიყვანს იმიტომ რომ ეს ხდება იმისათვის რომ ამ დედამიწაზე აღარ იყოს ეს საშინელი სისტემები და ეს სატანა ხო და ღმერთმა თუ არ მოკლა სატანა თავის თავს ბოლოს და ბოლოს თვითონ გაინადგურებს რა ამ ქართველების ჩაგვრა და ამ ქართველების კიდე ქართველების ეს დებილი ქართველები ესენი დებილები ეს სრულიად თავიდან ფეხებამდე ესენი ბიჭო ვინ არიან ეს ქართველები მაგრამ დაშტერებულები დააშტერეს ამ დედაატირებულების სისტემებმა რა და საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად არის მეგობრებო გემი იძირება აბა თქვენ იცით შვიდობით აჰა აგე შანგრილა და საპატრიარქო ძმები two brothers აჰა გაშანშალებული საპატრიარქო თავისი დაცვით 9 თავიანი დევი რო ყავთ იქ დაცვაში და შანგრილა შაკა ჩაკა მაშ აქ თამაშობენ ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები აქ ესე იგი მთლიანად საპატრიარქოს გვერდზე ხდება დედას
სიმღერები. დედის სიმღერები, ხო? დედის სიმღერებს წერიან. ხო, დედის სიმღერებს. ჩემი დედის სიმღერებს. ჩემი დედისას, განა სხვისი დედისას, ჩემი დედის სიმღერებს. ხო, ეხლა ნახეთ კიდევ, აგერ აქ, აჰა. აი ამ ხიდიდან 100,000 მოწამეს თავები დააცალეს იმ ხალხმა, ვინც ახლა დღეს აქ დასეირნობს და აი ამ მტკვარში გადაგიყარეს თქვენ დაყჩილებულო ქართველებო თქვენ. დაყჩილებულო. აი ამ მეტეხში წყალი სისხლად იყო შეღებილი კილომეტრებზე. თქვენ კიდე აქ ზიხართ და ილია მეორე ой, მინდაში და უქნარესი. ხოდა დიდხანს გვიწოწლოს. დიდხანს გვაიწამოს ღმერთმა, გვაიწამოს. ხოდა საბოლოო ჯამში აქ რომ 100,000 მოწამე დაიღუპა, იმისთვის დაიღუპა რომ მე აქ ირანელებს შეშენებინათ სახლები და ინდოელებს ღვინო მოიყვანათ ამ მიწაზე. აბა, მაშ დედას პიცა ვარ მარტო გეუბნები. სხვა რამისთვის კი არ დააჭრეს იმ ხალხს თავი. იუდეველი ილია მეორე რო ყოლოდა, დედით იუდეველი და მამით ქართველი და მე ეს ქვეყანა იუდეველებზე მიეყიდა და ახალი იერუსალიმი რო დაეარსებინა მაგისთვის შეიღება ეს მტკვარი ჩვენი წინაპრების თავების სისხლით, მაშ და ტანების სისხლით. გაიგე დედიკო, აი ამ ხიდზე აქ 100,000 მეომარს და მოსახლეს დააჭრეს თავი და გადაყარეს წყალში, გესმის? იცი ვინ დედიკო? აი აქ რო დასეირნობენ ირანელები, პაკისტანელები, ინდოელები. აი ეგ ხალხი, თურქები. აი მაგათმა და დღეს დასეირნობენ ჩვენთან, გესმის? აი ესეთია და ისა იქ რო არ შეგვიშვა იმ კაცმა, გახსოვს იქ რო ველოდეთ? იწერებიანი კაცი რო არის. რამდენი საათი ველოდეთ? მაგწერებიანმა კაცმა კიდე ისა რა ქვია, მე ვარო უბწყინვალესიო და ისა ძალიან წმინდა ადამიანი ვარო. ბავშვები კი არ მიყვარს, არ შევუშვებო სახშიო, მაგრამ მე ძალიან ახლოს ვარ ღმერთთანო, დედიკო. ეგრე გამოაცხადა მაგან და ხალხმაც დაიჯერა. დიახ. ესე თქვა რომ მეო ქრისტე მიყვარსო და ბავშვები კი არ მიყვარსო, ბავშვები გარეთ მელოდონო კაცო რაში მჭირდებაო და ისა ჩემი ნათლულებიც იქ იყვნენ. ფეხზე მკიდია ჩემი ნათლულებიო, გესმის? ხო და საქართველოს რა სჭირს ეგეც ფეხზე მკიდიაო, სამთავარია მე მქონდეს პამპერსებიო, იცი რატო? პამპერსებს უცვლიან ტრაწი გაზდის, ვერ იკავებს, ხო? ტრაწი გაზდის მაკაც და ხან ერთი უცვლის ერთი მონაზონი და ხან მეორე მონაზონი უცვლის პამპერსს. გახსოვს ბეიბის რო უცვლით ხოლმე ჩვენ ივანე რო პატარა იყო და მე აეგრე უცვლიან ხოლმე. ოღონდ ეს დიდი ის არის, დიდი ჯორი და დიდი პამპერსები სჭირდება. აი მაგალითად დიდი მამიკოს ხელა, ტრუსიკეის ხელა ისენი რა ქვია. საცვლის ხელა პამპერსები. ხო, ესეთი უწმინდესი ყავს მაშ. მაშ იწმინდება და უწმინდავე კიდევაც ტრაქს. აბა ეხა გაწმენდილი ხო უნდა წავიდეს იქ მაღლა ქრისტესთან, თორე ბავშვები მაგას არ უყვარს როგორც ჩანს. გარეთ ალოდინა, გვალოდინა და არ შეგვიყვანა სახში. მაგრამ რამდენი საათი გვალოდინა? დედიკო 2 საათი რო ვიჭიქით იქ აღარ გახსოვს და მე მამიკო მარიამი და ნიკოლო ივანე რომ მოვიდნენ და იმათაც რო იცადეს და მე რო წახვედით თქვენ და მე რო უცადე, გახსოვს? ანუ 8 საათი გამოგივიდა. 8 საათი მე მგონი, ხო? მაშ უბრწყიალესია ეგ და იმიტომ უბრწყიალესია.
რატო არ შეგვიჟა? იმიტომ რომ ჩვენ ფული არ გვაქვს ჩვენ და იმიტომ დედიკო. და ისინი არ ვართ გამოჩენილი ტრაკის მქნეველი ევროვიზიაზე ისინი არ ვართ და ყვარაცხელესავით ფეხებს არ ვიქნებთ იქ სცენაზე. და ხალხს არ ვაღატაკებთ, იმიტომ არ შეგვიშა ჩვენ არამმნიშვნელოვანი ხალხი ვართ ფულიანი ხალხისთვის. იმიტომ რომ დედიკო მაგას ჩუქნიან ძალიან ძვირფას ფეხსაცმელებს $800 ფეხსაცმელებს ჩუქნიან 200,000-იან მანქანებს ჩუქნიან ვინც არ აჩუქებს იმას არ უშვებს სახში. მაშ აი ეგეთი წესები აქვს მაგათ. როგორია? საშინელი ხო დედიკო? რატოა საშინელი? არიცი? დედიკო გაჭირებულები საერთოდ არ აინტერესებს იცი რამდენი ბავშვი ჩვენს ქვეყანაში როგორ კვდება შიმშილით და მაგას მთავარია კარგი მანქანები ყავს და თბილად ახან ერთი იმიდან დაასეირნებენ მეორე რეზიდენციაში რეზიდენცია არის სასახლე დედიკო სასახლე მან ხო ველოდეთ ეგ ხო სასახლეა ერთი რეზიდენცია არის და კიდე სხვა რამდენიც გინდა იმდენი რეზიდენციები ყავს და მონებიც ყავს მაგას თავისი იცი? მონები ყავს, ესა მონაზღვენები უფრო სწორად. ის ზოგიერთი მონაზღვენი კიდე ტრაკს უწმინდავს, ზოგი ცხვირს, ზოგი ფეხს, ზოგი ხელს და ესე. მაშ ზოგი რას? ზოგი სასახლეს. ზოგი სასახლეს უწმინდავს რა ჭკვიანი ბიჭი მყავხარ შენ ყველაზე. შენ ისეთი ჭკვიანი ბიჭი ხარ დედიკო რომ აი შენზე ჭკვიანი ბიჭი მე ამ დედამიწის ზურგზე არავინ არ მეკულება იცი? მართლა გეუბნები. ბიჭო ამას მართლა აფეთქდება დედამიწა. დედამიწა აფეთქდება დედიკო თუ კი ქართველები აღარ იქნებიან. მაშ ზის ესე არის ჩემო კარგებო დედიკო შენ არ გინდა რომ აფეთქდეს დედამიწა? რატო არ გინდა რომ აფეთქდეს დედამიწა? აბა ეს გინდა რომ ბავშვები კვდებოდნენ შიმშილით ამ დედამიწაზე ცხოველებს ესე საზიზღრად რომ ექცეოდნენ და ჭამდნენ ხეცებივით მოხუცებს კლავდნენ ომები რომ იყოს ეგ გინდა რომ იყოს? აი მაგალითად ილია მეორეს ნაირები რომ უწმინდესებად იყვნენ დამდგარი და ბავშვები რომელიც არ უყვართ იმ ბავშვებს ნათლავდნენ და მერე სახში არ უშვებდნენ ეგ გინდა რომ იყოს? არა ხო? ხო, აბა მაშინ რა ვქნათ გამოსწორებით ამ დედამიწაზე არ სწორდება არაფერი. როგორც ჩანს. იმიტომ რომ სატანა მმართველობს ამ დედამიწას და მაშინ ავაფეთქოთ და გამოსწორდება სატანაც, ხო? ახალი დედამიწა? ახალი დედამიწა არ იქნება დედიკო. ახალი დედამიწა არსად არ იქნება. მაგრამ ახალი ცხოვრება იქნება, იცი სად? ცაში, სადაც გვეუბნება ქრისტე, რომ იქ მამასო, ჩემს მამასო, სავანეები აქვსო იქო. და იქ წამოხვალთო ყველაო, ვინც ჩემთან ხართო. იქ მერე ლამაზი დედამიწა არის, იქ ერთმანეთს კი არ სცემენ და ტყუილებში კი არ ამყოფებენ დედიკო და არც სახლებში კი არ უშვებენ, იქ სამოთხესავით არის მაგალითად რასაც მოისურვებ ის მოგეცემა. კარგია? მოგეწონა? ის ჯობია ხო ვიდრე აქ დედამიწაზე ესეთი სულ წამლები და ექიმები და ის მოწამლულია და ის მოწამლულია და ის ჰაერი არ არის და იქ ის ბავშვი მოკვდა და იქ ის ქალი დაიღუპა და იქ ის მოხდა და ის იქ მოხდა და დაგვიფაროს. ხო და აი ესე
მაშ მე ესეთი თანდათან ამ აზრამდე მივდივარ, რომ ძალიან კარგი იდეა შემოგთავაზა ქრისტემ, რომ ეს დაიკიდეთო რა აქაურობაო. იცი რა, დედიკო, ქრისტე რატოაცვეს, იცი ჯვარს? ქრისტეს არ უნდა და აქაური წესებით თამაში. აქაური წესებით თამაშობს სატანა და სატანისტები. აი პატრიარქიც სატანისტია მაგალითად, ილია მეორე. ილია მეორე სატანისტია, იმიტომ რომ ილია მეორე თავის საქმეს არ აკეთებს. იცი რა საქმეა ილიასი? მაგალითად სულიერებაში, მაგალითად როცა ბავშვებს დაინახავს სადმე რომ უჭირთ, ქრისტე რასაც აკეთებდა ის უნდა გააკეთოს. მაგალითად მიდიოდა ქრისტე და ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ვისაც და ვინც ავადმყოფი იყო მოეხმარებოდა და გამოაჯამრთელებდა. დაჟე იცი რა მოხდა დედიკო? მკვდარიცხი გააცოცხლა ქრისტემ ერთი ბავშვი. და ილია მეორე არ აკეთებს იმ მაგის საქმეს, მაგრამ მაგის სახელი უნდა რომ ერქვას, ქრისტეს სახელი უნდა რომ ერქვას. ხოთე მე რა მოხდა იცი? იცი რა მოხდა? რა მოხდა და ის მოხდა რომ იოანე რომ მოვანათლინეთ. გახსოვს მე ტელეფონზე რომ გირეკავდნენ და შეისყიდეთ წიგნებიო რომ გეუბნებოდნენ. ილია მეორეს ხალხი. ეგ არის ვაჭრობა დედიკო, მაგალითად ყველაზე დაბალი ფენა არის ვაჭრების ფენა. იცოდი რა? მამიკო. ხო, ეხლა მამიკო გირეკავს და წავედით. კარგად.